საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოვედი თქვენთან. თუმცა არ მქონდა გეგმაში, მაგრამ მაინც მოვედი, მეგობრებო, ვერაფრით ვერ მოვისვენე და მოვედი თქვენთან. აბა როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად ხართ, მეგობრებო, და კვირა დღემ კარგად ჩაიარა. მეც არა მიშავს, გაიხარეთ. თქვენთან მოვედი არჩეული საჯარო გაშლით. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება მაინტერესებს ადამიანს, მეგობრებო, იმიტომ რომ დღეს შევედი ჩემს გვერდზე და ხედავ, რომ ქუცურას დაბლოკილი ვყავარ. აბა ვნახოთ. არც ვაცია, არც ვაცხელი და მეც მივაბლოკე, მეგობრებო, და ეხლა რომ მივაბლოკე, მერე სახელიც შევცვალე. აბა ვნახავ ეხლა როგორ მომძებნის. აი ასე. სახელი შევცვალე, მეგობრებო. ეხლა მეძებოს და იყვეს. გაიხარეთ. ეხლა ამიტომ მაინტერესებს ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ჩვენი პარტნიორის. იმედია გამეთანხმებით. ხო. გუშინ ეკრანი დიდი იყო, დღეს პატარა. ჩემს ნერვებზე თამაშობს ზაგიან. საღამო მშვიდობის ანა მარია, მეგობრებო, ყველას უკლებლივ მოგესალმებით. გაიხარეთ. ძალიან მაინტერესებს ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ვაჟბატონის. პირდაპირ დავიწყებ, მეგობრებო. პირდაპირ დავიწყებ ტაროს დასტით, ვიმოქმედებ დღეს. ტაროს დასტით. და გამოვიყენებ ასტრაბარაც. ოღონდ დღეს ვოსკი არ გვექნება, მეგობრებო, იცოდეთ. აუ, რა ცუდია, ღმერთო, რა გავაკეთო, აღარ ვიცი. ჩემო ძვირფასებო, კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა არის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ჩვენი პარტნიორის, მეგობრებო. ჩავიფიქროთ პარტნიორი, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ ეს ტერმინი მომენატრა. არ გაინტერესებდა? რატო არ გაინტერესებდა? კი გაინტერესებდა. კითხვაზე პასუხი არ მაქვს და მასეთ შეკითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ აქ, მეგობრებო, და ზოგადად ეხა ადამიანის ჯანმრთელობაზე მე ლაივს და საჯარო გაშლას არ გავაკეთებ, მეგობრებო. ჯანმრთელობაზე, კერძოდ, მე საჯარო გაშლას არ გავაკეთებ, ასე რომ, ნუ რა ვქნა, მაპატიეთ. ხო. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება პარტნიორის. და დავიწყებ ეხლა მისი დახასიათებით, თუ რა ენერგიებში იმყოფება ჩვენი პარტნიორი, მეგობრებო. ჩვენი პარტნიორი. მოდი როგორც პირად გაშლაზე ვაკეთებ, ისე დავიწყებ. ძალიან მაინტერესებს. როგორც პირად გაშლებში ვაკეთებ ხოლმე. ეხლა დავიწყებ ისე, მეგობრებო. აი ასე. ამოვიღებ ეხლა იმპერატორი კარტის სურათს. თქვენი ენერგიები, ქალბატონებო, აგერ ამოვიდა. ეხლა ამოვიღებ მამაკაცის სურათს. იმპერატორი, მაი მინდა ეხლა. დღეს ცოტა სხვანაირად გავაკეთებ საჯარო ლაივს. თქვენი პარტნიორი. იმპერატორი მაინტერესებს ეხლა სად გვყავს. ვაჟბატონი, ვაჟიკო, ქუცურა. იმპერატორი, მეგობრებო. ძალიან მაინტერესებს რასა იქმს ჩვენი იმპერატორი. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ღმერთო, არასდროს არ ცალია ჩემს მოდერატორს. იმპერატორი.
სად გვყავს ჩვენი იმპერატორი, მეგობრებო? უპატარძლო ქორწილი მინახია, მაგრამ სულ ბოლოში ყოფილა. სულ ბოლოში ყოფილა. მეგობრებო, ნახეთ, თქვენი პარტნიორი ძალიან დიდ გაუგებრობაშია. თქვენი პარტნიორი, ჩემო ქალბატონებო, სადაც იმყოფება, პასუხისმგებლობაშია იქ, მაგრამ ძალიან დიდი გაურკვევლობა აქვს, იმიტომ რომ ეხა პასუხისმგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორი ყავდეს, მშობლებთანაც შეიძლება იყოს, ან წარსული ცხოვრებიდან პასუხისმგებლობა კონდეს შემორჩენილი. ხო, ეხლა გავაგრძელებ. იმყოფება ძალიან გაურკვევლობაში და ამ ადამიანს თითქოს რაღაც რომანტიული ინტერესები აქვს. დაგეგმილი აქვს თუ დასაგეგმი აქვს თუ დაგეგმა უნდა, ხო, რაღაც ესეა. ეხლა თქვენთან რა ხდება? თქვენ რაღაც პრობლემები გაქვთ, თქვენც რაღაც პასუხისმგებლობაში ხართ. თითქოს პლუს ამას რაღაცა პრობლემები გაქვთ, ვის ჯანმრთელობის პრობლემა, ვის მემკვიდრეობის პრობლემა, ვის რა და ვის რა, მეგობრებო, თქვენს პრობლემებს მოერგეთ, ძალიან გთხოვთ. თქვენ თუ კი ეხლა გააქვთ ფარული ურთიერთობა და ან ფარულად გიყვართ ვინმე, ან ფარულ ურთიერთობაში იმყოფებით, სავარაუდოდ სამკუთხედზე ვსაუბრობ, თუმცა ეხლა აქ არ წერია სამკუთხედი, მაგრამ თქვენ თქვენს პარტნიორზე არავისთან არ საუბრობთ, მეგობრებო. ამის თქმა მინდა. ხო, არავისთან არ საუბრობთ ამ პარტნიორზე, ხო, და აი ესეთი სიტუაცია გაქვთ და ესეთ ენერგიებში იმყოფებით. ჩემო ძვირფასებო, თქვენი პარტნიორი თქვენს ენერგიებს ავიღებ და თქვენი პარტნიორის ენერგიებით გავაგრძელებ ეხლა მის დახასიათებას, მის ენერგიებს. რა ხდება კიდევ მასთან, მეგობრებო? საღამო მშვიდობისა ყველას, მოგესალმებით, როგორ ხართ, მეგობრებო? ხანდახან შემოგიჭყიტავთ ხოლმე კომენტარებზე, ასე რომ ჩემს საქმეს გავაგრძელებ. რა ხდება თქვენს პარტნიორთან? რა ენერგიებში იმყოფება ეხლა ის? ფინანსები აქვს ამ ადამიანს ეხლა შეჩერებული. კი, უნდა რომ რაღაც რომანტიული საღამოები და რაღაც მოიწყოს, რაღაც წაახალისოს საკუთარი თავი, ან მთაში, ან ზღვაზე, ან ბარში, სადღაც ან ტყეში, მაპატიეთ ხელი წავკარი ეკრანს, ხო, რო გააგრძელოს რაღაც ესეთი, ისა რა ქვია, მეგობრებო, ამიტომ ამისთვის ჭირდება ფინანსები და ეს ფინანსები არ აქვს. ძალიან მოტყუებული გრძნობს თავს, თითქოს რაღაც პარტნიორულ ურთიერთობასაც გაურბის. მიუხედავად ამისა, მის ცხოვრებაში არის რაღაც შემოთავაზებები. ის ადამიანი მიჯაჭვულია ამ შემოთავაზებებზე, მეგობრებო, და ამის გამო, რომ მხოლოდ ამ სამუშაოზე და ფინანსებზეა გადართული და სხვა არაფერი არ აინტერესებს, ამიტომ აქვს ამ ადამიანს პრობლემები. ხო. ესეთ ენერგიებშია. მოკლედ, თქვენს გარდა ყველაფერი აინტერესებს ამ ადამიანს. აი, ესაა ზუსტად სამკუთხედი, მეგობრებო. ხო, აი, რაც უქმნის მას დისჰარმონიას. შეცდომები, ერთი და იგივე შეცდომები, ერთი და იგივეს აკეთებს ყოველთვის ეს ადამიანი. ტყუილებით ცხოვრობს, კი, მეგობრებო. შანსს არ იყენებს, ხოვრებისეულ შანსს არ იყენებს. თუ კი ამ ადამიანს შეუძლია აი ეს ყველაფერი გადაჭრას წუთებში და წამებში, აი არის ესე. ამოყირავებული. ამოყირავებული აქვს სიტუაცია ქალთან, სტაბილურ ქალბატონთან, რომელიც ხართ თქვენ. ეს თქვენ ხართ, ჩემო მეგობრებო. პირველი, ვინც ამოდის ქალბატონის სურათი, მამაკაცების ცხოვრებაში ხართ თქვენ, ჩემო ლამაზებო. კი ბატონო. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში და ხდებით თქვენ. ხო, აი მონეტების დედოფალი და მონეტების პაჟი. ეხლა უყურეთ, მეგობრებო, თითქოს ორივე ფინანსებზე ხართ გადართული, მაგრამ ეხლა დააკვირდით ამას, მეგობრებო. ეს დედოფალია. ეს არის პაჟი. ეს მეფე არ არის. ეს არის პაჟი. ხო, ადამიანი, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ ფინანსები. თქვენ სტაბილურობაში ხართ, სტაბილურად ხართ, მაგრამ ეს ადამიანი სტაბილურად არაა, მეგობრებო, ეს ჯერ კიდევ ბავშვია. რომელ სტაბილურობაზეა საუბარი? 1-2 კარტი კიდევ რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? რა ხდება, მეგობრებო, და ხდება ვიღაც ქალი. კი. მის ცხოვრებაში არის 2 ქალი. 2 ქალი, რომელთანაც, მეგობრებო, ერთთან არის სტაბილურად არის ერთთან და მეორესთან არის
დამალულად. აბატონო მეგობრებო. აი მეგობრებო. სტაბილურად ეს არის იმპერატორი, რომელიც არის მის ცხოვრებაში და არის კიდევ ადამიანი, რომელიც ფარულია მის ცხოვრებაში. ანუ ამ ქალზე არ საუბრობს არავისთან. ეს ადამიანი, ესეც არ საუბრობს არავისთან. ხო, აი ასე. კი, ნამდვილად ასე იქნება, იმიტომ რომ კარტები არასდროს ტყუიან. ხო. კითხვებზე პასუხი არ მაქვს, მეგობრებო. აი ესეთი სიტუაცია აქვს, აი როგორი სიტუაცია აქვს, როგორი ენერგიებშია. განქორწინების ენერგიებშია. თქვენი პარტნიორი თუ ქორწინებაში იმყოფება, იქ ძალიან ცუდად აქვს საქმე, მეგობრებო. განქორწინებაზეა საქმე მისული, არის ნერვიულოდ. ასე რომ თუ კი ემთხვევა თქვენი პარტნიორის ენერგიებს, ჩემო მეგობრებო, გავაგრძელოთ ყურება და მოსმენა. მე კიდევ მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. როგორ ჩაიარა დღე, მეგობრებო, ჩვენთან იყო უკიდეგანო სიცხე, დავის სიცხე, მეგობრებო, ისე რომ იტყვიან დარეტიანებული მოვედი სახლში. ასე რომ გამოვცვალე სახელი ინტერნეტზე, მეგობრებო, გამოვცვალე ფოტოც, გამოვცვალე მისამართიც და იდგეს ახლა და ქუცურამ გვეძებოს. ორიელ საღამო მშვიდობის, შეგნებულად არ მოგწერე, ჩემო კარგო წეღან, იქნებ ისვენებდეს მეთქი, გადაადგილებაზე ხარ ყოველთვის, ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ იყავი ხიზლად, მაინც შემოხვიდოდი. კი, იტალიაში მგონი არა, ნამდვილად ორი მზე იყო დღეს, მეგობრებო, იყო ჯოჯოხეთი. მე მგონი 50 გრადუსი იყო, დედას გეფიცები. ლამის გულზე წამივიდა ქუჩაში. და მოუბრუნდი სახლში და წევარ იმის მერე. ვერ ვდგები, მეგობრებო, ისეთ დღეში ვარ, უბრალოდ ისე ვარ დასიცხული, დედას გეფიცებით. კატასტროფული სიცხეა უბრალოდ გარეთ. ძაღლს ვერ გააგდებ უბრალოდ. ხო, უცეფა ყველაფერი მორიელი უცებ. ყველაფერი არის უცებ, ჩემო კარგო. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან რა კარტია. დავიწყოთ ახლა ჩვენი პარტნიორის დღევანდელი ჩვენი თემა არის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ვინც ახლა შემოგვერდით და არ იცით ჩვენი თემა არის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, მეგობრებო. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და რასაც ვერ მოუსწარით, მერე, როდესაც ატვირთავ YouTube-ზე, იქ უსმინეთ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დავიწყოთ ახლა. ჩვენი პარტნიორის ფიქრი. ფიქრი. გრძნობებზე ლაპარაკობს პირდაპირ. ფიქრი манипуляციების. კიდევ ფიქრი. ფიქრი იმაზე თუ რა რთული სიტუაცია აქვს ახლა ურთიერთობაში. ხო, ახალი პრობლემები დაემატა კი, ახლა რომ შევა ჩემი ქუცურა საიძე და რო ვეღარ ნახავს ვერც ჩემს სურათს, ვერც ჩემს მისამართს და ვერც ჩემს სახელდაგვარს. მეგობრებო, იმიტომ რომ დავბლოკე. ხო, დაბადების დღემდეც არ მოიცა და დავბლოკე. მეგობრებო, რთულ სიტუაციას კიდევ დაემატა მეორე რთული სიტუაცია, მეგობრებო, შეიქმნა წუმპე ბალოტი და იცუროს ახლა ამ ბალოტში. აი, იცუროს ახლა. არ მინდა მზე, აღარ მინდა მზე. დღეს ისეთი მზე იყო, მეგობრებო, აღარ მინდა მზე. კარგი, კიდევ რას ფიქრობს ჩვენი პარტნიორი? მისი ფიქრი, მეგობრებო. ფიქრი თქვენზე. იმპერატრიცა ქალზე. აი, ფიქრი თქვენზე, მეგობრებო. რას ფიქრობს და ფიქრობს თქვენზე. ისი ფიქრი ხართ თქვენ. ის ფიქრი აქვთ თქვენზე, მეგობრებო, რომ სრულყოფილებაში იმყოფება ეხლა. რწმენა დაკარგული აქ ეკუთვნის. ვაი, სულო და გულო. აი, ამოყირავებული აქ ესე. ძალიანაც კარგი.
აი მისი ფიქრი, არ დასცალდა საცოდავს. აბა რა ეგონა, რომ დამბლოკა რა ეგონა. დამბლოკა მეგობრებო. უფრო სწორად რა გაკეთათ იცი? არ ვიცი როგორ აკეთებენ ამას. ისე აქვს ჩახურული პროფილი მესენჯერში, ანუ სადაც მესიჯობდით ხო? დაბლოკილია, ანუ გრაფა, სამესიჯო გრაფა აღარ იყო. განა როგორ მივწერდი, არც მიფიქრია. უბრალოდ დამკვირვებლის როლი მქონდა მორგებული და მივხვდი რომ დაბლოკილი ვყავდი. მეგობრებო, ესეთი ადამიანები დაგბლოკა. წინასწარ მეტყველები, მაგან მე რა უნდა გამომაპაროს მეგობრებო. იჯდეს ახლა და იმტვრიოს თავი. აი სამკუთხედები. მისი შექმნილი სამკუთხედები. ეხლა რა რთული გზა აქვს გასავლელი, აი იმტვრიოს თავი მაგაზე. იფიქროს ახლა. იფიქროს მეგობრებო. იდგეს ახლა ესე შორიდან და გვიყუროს. მისი ფიქრი იმაზე, რომ მისი ფიქრი რას ფიქრობს მეგობრებო და ფიქრობს იმას, რომ გადაწყვეტილება აქვს მისაღები და ვერ წყვიტავს. რა ვერ გადაწყვიტა არ ვიცი. დაგვანებოს თავი გადაწყვიტოს. ხო, მეგობრებო. მეგობრებო, როგორ ევედრება უფალს. მისი ფიქრი უფალს ევედრება. იფიქროს ახლა. ახლა მინდა გრძნობა. გრძნობა მინდა ვკითხო მეგობრებო. კი, ემოცია აქვს, აგერ პირველი კარტი იყო ემოციის. ხო. მისი ფიქრი. დავინახეთ. ეხლა გრძნობა მაინტერესებს მეგობრებო. რა გრძნობა აქვს თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ? რას გრძნობს? ძალიან მესაკუთრეა ეს ადამიანი. შანსი რო ვერ გამოიყენა იმას ამბობს მეგობრებო. რო ვერ იმოქმედა იმას ამბობს. ხო, კიდევ უნდა სცადოს. ვაი ბები მისისამ. კი მეგობრებო, მაინც ეცდება, მაინც იფხაკუნებს. გრძნობაზე აღარ საუბრობს, მოქმედებაზე გადადის. ესე იგი თვალთვალებთ მეგობრებო, არ გეგონოთ რომ სადმეა წასული, სადაც უნდა იქ გვითვალთვალოს. ხო, ეს არის კიდევ არის შედეგების კარტი. არ ვიცი რას ფიქრობდა და რა მიიღო და ვინახე უკვე, მაგრამ რას ფიქრობდა არ ვიცი. დაკარგა, მისი ფიქრით დაკარგა ყველაფერი, კარგავს ყველაფერს. იჯდეს ახლა და იჭყიტინოს იქედან მეგობრებო. თავისი ტყუილები, ადამიანთან რომელიც ესეთი მშვიდი და გაწონასწორებულია. იფხაკუნოს. იფხაკუნოს. ყოველთვის გადაწყვეტილების გადადება, მეგობრებო, მოუტანს კაი სიკეთეს ამ ადამიანს. ოჯახის დანგრევა, ურთიერთობის დანგრევა, დაკარგა ხვავი და ბარაკა, ყველაფერი დაკარგა თქვენთან ერთად. კი, ბატონო, არ განხორციელდა, იმიტომ რომ მან თვითონ არ გაახორციელა. არა, დაცილება, დაბრკოლებები და შეფერხებები, ბატონო. ეს არის იმპოტენციის კარტი, სადაც ურთიერთობაში არ არის ურთიერთობა. სადაც არის მარტო. იყოს ეხლა მარტო. ბატონო. არანაირი გრძნობა აღარ აქვს. გაუყინდა გრძნობა ამ საღამოს მეგობრებო. აი ზუსტად. აქეთ მეხვეწოს, აქეთ ინერვიულოს და აქეთ გვდიოს მეგობრებო. არც ერთმა ფეხი არ გადადგათ მეგობრებო, არანაირი ქმედება მისკენ. რა მეგობრებო, თქვენთვის იყავით წყნარად, ლამაზად მშვიდად. თქვენ თვითონვე მოიწყეთ თქვენთვის რომანტიკა. აი ზუსტად, აი მოქმედება ესეთი მიყვარს თქვენთვის მეგობრებო. არანაირად მეგობრებო მისკენ არაფერი. ხო. ისი მოქმედება. რა გრძნობები აქვს მას? რა გრძნობები აქვს მას? მეგობრებო, რა გრძნობები აქვს მეგობრებო და კი, ასე ბრძოლა იცის მარტო. კი, ასე გამბედაობა თვითონ ეხლა მეგობრებო რაღაცა შობა ამით. აფხაკუნდება, ამ თავისნაირ ვირს კიდევ იქეთ-აქეთ დააქანებს, წავამოვა მეგობრებო და აი ესე. ხო, ამით გონია რომ გაიმარჯვებს მეგობრებო. გაურკვევლობაშია, რა გააკეთოს აღარ იცის. რა გრძნობები მეგობრებო ხედავთ ხო საერთოდ გრძნობებზე არ ლაპარაკობს. ძალიან დიდ დანაკარგებშია და ძალიან ბევრ გაუგებრობაშია. კი, ადამიანს უნდა გამარჯვება თავისი საქციელებით, იქნებ მანიპულაციებიც, მაგრამ ბოდიში ჩაეფსა ისტორიებში, მომიტევეთ ამ სიტყვისთვის. რა თქმა უნდა ნათია. გავეკიდები არა, აქეთ მდიონ კიდე. რა სიტუაციაშია ეხლა ნახეთ? უძილობაშია.
კი, სამართლიანობა უნდა, მაგრამ რანაირად არ ვიცი ახლა. ძალიან მოტყუდა მეგობრებო. ძალიან მოტყუდა. რა ქცევები აქვს, რა საქციელები შემოიფარგლება ეს ადამიანი, არ ვიცი. მაგრამ რასაც ღებულობს კი ხო დამარცხდა თავისი რაღაც საქციელებით მეგობრებო, თავისი ვითომ და სამართლიანობით თვითონ რასაც თulis სამართლიანს, იგი არაა სამართალი მეგობრებო. არა. არა მოუტანა მისმა სიმართლემ. არა მოუტანა ურთიერთობის გაწყვეტა მეგობრებო, მეორე კარტია ურთიერთობის გაწყვეტის. ხო. ფარული მოტივით. ცდელობა მანამ სანამ არ გაიმარჯვებს, ასე ვერაფერს ვერ გაიმარჯვებს მაგი. საცოდავი მისი დღე. ვეკითხები გრძნობებს და პასუხს რას მაძლევს მეგობრებო. ვეკითხები გრძნობებს და რას პასუხობს. რას ფიქრობს? აი რა გრძნობა აქვს თქვენთან? რა გრძნობა აქვს თქვენთან? ძალიან ჩაკეტილი ადამიანის გრძნობა აქვს ამ ადამიანს. არ გაჩვენებთ არაფერს. არაფერს არ გაჩვენებთ ეს ადამიანი. ჯიუტი, ჯილეხი, ეგოისტი და ადამიანი არის აი კი ძალიან ჭკვიანი შეიძლება იყოს, მაგრამ ჯიუტი და ეგოისტი მეგობრებო. ჯიუტი ხმლების მეფე. რა იქნება? მეგობრებო, დაცილება, იმედის გაცრუება. ცვალებადობა ურთიერთობაში. დღეს აქა ხვალ ეგერა. დღეს მომწერა, ზეგ კვირაში ერთი კვირა გევიდა, არაფერი არ მომწერა ეხა. ესე იქნებით თქვენც. რამდენი ხართ ასე მეგობრებო? აი მოვა, წავა. მოვა, წავა. დაწყება, დაცილება. დაწყება, დაცილება. აი, მეგობრებო. დაწყება, დაიწყებს, მერე ნგრევა. მერე ბალანსია, მერე პრობლემებია, მერე სტაბილურობა, მერე წასვლა. აი მეგობრებო, ახლა ხვდებით ხო? ხო. ეს არის ფარული ურთიერთობა. ეს არის დაფარული ურთიერთობა. ამ ადამიანს ძალიან ბევრი რაღაც აქვს დამალული, ჩვენგან დამალული. ხო, ალბათ აღარ გჭირდებათ იმის თქმა, რომ მეც ყოველთვის გულისხმობ თქვენთან ერთად საკუთარ თავს. ეს ადამიანი ძალიან ბევრ ამას გიმალავთ, ჩემო მეგობრებო. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა ქალბატონი მამაკაცი არა აქვს მნიშვნელობა. რისთვის ბრძოლობს მანც არ იცის. რა თქმა უნდა, ტურფასა საბაღნაროსა ნათია. მაგის გაგრძელება. ხო. დაიწყებს რაღაცას, მაი ნახეთ უბრალოდ მეგობრებო. რაღაცას დაიწყებს, მერე ჩამთვარდება, ჩაბნელდება. დაიწყებს, ჩაბნელდება. წასვლა, გაქრობა, მისი ისევ წასვლა მეგობრებო. ისევ ცუდი სიტუაცია, ისევ მოტყუებული რჩებით. ისევ აი მერე გინდათ რომ შური იძიოთ ამ ადამიანს. მერე გინდათ რომ ყველაფერი დაუბრუნოთ, ვაფშე გაანადგუროთ. ხო. ხო, მეგობრებო, მეგობრებო. ესეთ პაუზებში გამყოფებთ ეს ადამიანი. დროებითი პაუზა ქვია ამას. არც დასასრულია და არც დასაწყისი. ესა პაუზა და ყველაზე საშინელებად მიმაჩნია უკვე მე. მეგობრებო, უყურეთ შეხედეთ ახლა. ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენი ამ ადამიანს. ეტყობა ფიქრობს, რომ ამით შეგინარჩუნებს, წავა, მოვა, გამოჩნდება, მერე დაგიგულებთ. ვითომ ახლა უბრალოდ დაიგულებს თავს თქვენთან. იმას დაიგულებს, რომ ვითომ თქვენ ხართ და მეც აგერ ვარ, არ ინერვიულო ამას ანუ ამას აგი უნდა მიხვდეთ, რომ ასე ფიქრობს ხალხი. ვითომ რაღაცა ჩემი იმედი ხარ, ჩემი რწმენა ხარ, აი იგი ხარ, აგი ხარ, აგი ხარ, იგი ხარ, მერე მეგობრებო, გაქრება, განმეორებითი შეცდომები. ერთი და იგივე წრეზე სიარული მეგობრებო. ამიტომ მეც დავიღალე და დავბლოკე. ეხლა იმ ტრიოს უკან თავი. რაც უნდა ეხლა ის გააკეთოს. ეხლა მან ინერვიულოს მეგობრებო. ხო, არა, მეგობრებო, თუ ოჯახი ქონდა, აღარ აქვს ოჯახი.
თუ ურთიერთობა უნდა და აღარ აქვს, არაფერი აღარ აქვს. არა, მეგობრებო, დამარცხებულია უკვე всё. თავისი ტყუილები. დამთავრდა კინო წევიდა სახლში. სახლის აღარ აქვს საწევიდეს, ამ უბედურმა საწევიდეს მეგობრებო. აღარც ოჯახი აქვს და აღარც არაფერი აღარ აქვს. და აგერ დარდი თავისი ტყუილებით. დაგკარგათ, აი ნახეთ მეგობრებო. როცა შეეძლო ადამიანს სტაბილურად ყოფილიყო თქვენთან, მჯდარიყო აი ამ ტრონზე. ესეთ ძლიერ ცხრიანების მონეტა ქალთან, ადამიანებთან მეგობრებო. ცხრიანების მონეტა ხო იცით რასაც ნიშნავს? უძლიერესი კარტია მეგობრებო. უძლიერესი. ესეთ მყარად ფეხზე მდგომი ადამიანები, რომელთანაც შეიძლებოდა ქონოდა მზე. აი ესეთი ხურვალე მზე. და აი ესე ჩახმალულები მეგობრებო. არ ინერვიულოთ, მაინც ენდომება ამ ადამიანს დაწყება ყველაფრის, მაგრამ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. მე გადავწყვიტე უკვე დავასრულე ყველაფერი მეგობრებო. მე ეს გადავწყვიტე რომ მე უკვე დავასრულე ყველაფერი, თქვენი არ ვიცი. მე 4 წელი ამისთვის არ მიცდია, რომ ისევ იგივე გავაგრძელო. თქვენი არ ვიცი მეგობრებო. აი ასე. ეხლა ინერვიულოს მან. ეხლა მისი ჯერია. ეხლა არის მისი ჯერი. მოდი ეხლა მე მინდა კაც ვკითხო. მე მინდა ეხლა კაც ვკითხო მეგობრებო. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში? მე მიცვი ვაკარტები. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში მეგობრებო? რა გევალებათ, რას გირჩევთ სამყარო? არა, მოდი მანამდე მიცით რა მინდა ვკითხო. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობის მომავალი. მე მგონი ჯერ ეს ჯობია ვკითხოთ და მერე ვნახოთ როგორ უნდა მოიქცეთ. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობის მომავალი. თქვენს ურთიერთობას როგორ ხედავთ სამყარო? თუ აქვს თქვენს ურთიერთობას გაგრძელება, მომავალი, პერსპექტივა, რა ვიცი, რასაც გვაჩვენებს. თუ აქვს თქვენს ურთიერთობას მომავალი, რას ლაპარაკობთ მეგობრებო? თუ ამ ურთიერთობაზე არ იმუშავებს თქვენი პარტნიორი და სულ ასე პაუზებში იქნებით, მეგობრებო, გამყოფებთ. ხო? პასუხი რა? არა. პასუხია არა. ხო. პასუხი არა. თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს, თუ ეს ადამიანი ასე გააგრძელებს. არანაირი შანსი არ აქვს. სამყარო არ მიცემს ამ ადამიანს შანსს, ხო? მე ასე ვფიქრობ. ხო? არა, მეგობრებო. აღარ ღირს ამ თემაზე გაგრძელება. კარგით, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ახლა? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში ახლა? თქვენ რა რჩევას მოგცემთ? სამყარო, უფალი და კარტი. თქვენ რა რჩევას მოგცემთ კარტი და სამყარო? რას გირჩევთ სამყარო მეგობრებო? რა რჩევას მოგცემთ სამყარო? ერიდეთ შემოთავაზებულ დახმარებას ფარული მოტივით. მეგობრებო, ეს ადამიანი თუ კი გთავაზობთ ფარულად და ისევ იგივე მოტივით ამ ურთიერთობის გაგრძელებას, არ მიიღოთ ეს შემოთავაზება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ. წადით წინ მეგობრებო, გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება. ხო. იმიტომ რომ ესეთი ურთიერთობა შეიძლება არ გაგრძელდეს და ეს ადამიანი უკან დაგხევთ და თქვენს მომავალს დაგიკარგავთ. კი, მეგობრებო, კი. რაც არ უნდა რთული იყოს თქვენთვის ახლა ეს სიტუაცია. არა, მეგობრებო, გააგრძელეთ ცხოვრება. ამის შენარჩუნება არც ეცადოთ მეგობრებო. არა, არავითარ შემთხვევაში. არა, თავი არ მოიტყუოთ მეგობრებო. სამკუთხედებია ეს. ასე რომ გაეცალეთ. ხო, გაეცალეთ მეგობრებო. აი თქვენთვის მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება. თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ესეთი ურთიერთობა თქვენ არ შეგეფერებათ და არ გამოგივათ მეგობრებო. შეგეფერებაზე კი არაა საქმე, მხოლოდ არ გამოგივათ. ამის უფლება სამყარო არ მოგცემთ მეგობრებო. თქვენ თქვენი სტაბილურობა, სადაც არ გექნებათ, იმ ურთიერთობაში არ გაჩერდეთ.
თქვენი სტაბილურობა, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის გექნებათ პრობლემები, უარყოფითი ტენდენციები, უკან წაგივათ საქმე, არ გექნებათ ენერგია, არ გექნებათ ძალა, არ გექნებათ ფინანსები, მეგობრებო, და всё, უასოზე წაგივათ ყველაფერი. მეგობრებო. მეგობრებო, რა ვქნა მეგობრებო. თუ კი ეს ადამიანი არ იბრძოლებს, აუცილებლად ამ ურთიერთობას დამთავრება უწერია მეგობრებო. ეხლა ეს თქვენ გადაწყვიტეთ. მხოლოდ ესე რომ გითვალთვალოთ შეშინებული იქედან თავისი манипуляციებით და თავისი მოქუცურებული კუდის ქიცინით მეგობრებო, ეს არ გარგიათ თქვენ. დასვით წერტილი, უნდა დაუსვათ წერტილი და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გინდათ, როგორი გინდათ. იბრძოლეთ საკუთარი გადარჩენისთვის და იბრძოლეთ თქვენი სურვილებისთვის მეგობრებო. ხო, ადამიანი ესე გიყურებთ. იმის მაგივრად რომ აი ესე პასუხისმგებლობა აიღოს. სულელი მეგობრებო, მეგობრებო, არ ვიცი მეგობრებო. 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 და ბოლოს აგი. ტრანსფორმაცია და ბოლოს აგი. ცდუნება. იმპოტენცია და ცდუნება. და პრობლემები. მეგობრებო, არ ვიცი ხა. რჩევა რაც მოგცათ არ უნდა სამყარო ეს თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მიიღებთ ამ რჩევა დარიგებას და როგორ გაითვალისწინებთ. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია. გზნობებზე არ საუბრობს, კი ხედავთ თქვენი პარტნიორი, ხო და ნუ საუბრობს კაცო. არავინ ეხვეწება და არც არავის არ უნდა კიდევ ესეთი ნამათხოვრები, გზნობები. არავის მათხოვარი არ ვართ. ვინც ჩვენ აქ ვართ, არაფერს არ ვემათხოვრებით მეგობრებო, ხო? ხო მართალია მეგობრებო. წერტილი და მორჩა კინო წავიდა სახში. აი ასე ზუსტად. იქეთ და იმის იქეთ კიდე მეგობრებო. რას გვირჩევს ჩვენი ასტრაბარათები ამასთან დაკავშირებით? ჩვენს პარტნიორთან დაკავშირებით რას გვირჩევს ასტრაბარათები? რას გვირჩევს მეგობრებო და ვიყოთ მშვიდი, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. რას გვირჩევს კარტი და ეს არის კაცრი ადამიანის სურათი. ამავე დროს არის მიჯაჭულობის სურათიც და ამავე დროს არის მეგობრებო ძუნწი ადამიანი, ერთი გაუბედურებული ადამიანი მეგობრებო, რომელიც გიყურებთ ესე შორიდან. როგორ ცეკვავ ხართ, როგორ მღერი ხართ, როგორ იპრანჭებით, როგორ რას ატვირთათ, ამ ფანჯრის იქეთ ასე გიყურებთ ეს ადამიანი, ერთი საცოდავი ადამიანი, რომელიც გარეგნულად ესე შეიძლება მართლაც ესეთი წარმოსადეგი ადამიანი იყოს, არ გამოვრიცხავ, ესეთი ფორმიანი, რაღაც მაღალ საზოგადოებაში მყოფი ადამიანი, მეგობრებო, დაც კი პრინცი. აბა აღიარეთ მეგობრებო, ვისია ზუსტად ეს პრინცი. იქნებ ვინმეს მართლაც პრინცი ერქვას. რა ვიცი მეგობრებო, რა ვიცი. ხო. ხო და შიგნიდან არის ერთი გაუბედურებული ადამიანი. ხო, ცარიელი, ფიტული, რომელსაც გარედან მანტია აცვია სამართლიანობის ვითომ, ჭკვიანი ადამიანის მანტია და შიგნიდან არის ცარიელი მეგობრებო. ცარიელი ჩონჩხი ფიტული. ჭერმეტყველი ადამიანი, რომელიც ვითომ და თანამშრომლობა შეუძლია ყველასთან და ყველაფერთან, ვითომ ძალიან ისეთი ისაა რა, გაწონასწორებული და ნუ რა ვთქვა. ნუ რა ვთქვა მეგობრებო, გამბედავის პოზიცია აქვს მორგებული, ვითომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ყველაფერში ნაბადი რო აცვია, საცოდავი მისი დღე მეგობრებო.
ხა გვირგვინი კი ახურია ბევრ სურათში რომელმა დაადგით მეგობრებო მე კიდევ ადგისე თავის დროზე მაგრამ ჩამოვამხვე თავზე ისე აი ესე მორბოდეს იქნება ეხლა საცოდავი მისი დღე ფეხი არ წამოკრას ემან დრამეს და კისერი არ მეიტეხოს ის ულვაშები მოძრეს იქნება ვის პარტნიორს გავს მეგობრებო ვის პარტნიორს გავს ულვაშები რომელს აქვს მეგობრებო აბა ვის გყავთ ულვაშებიანი პარტნიორი მეგობრებო საცოდავი მისი დღე ხა ხამე რომ დაეძინება მეგობრებო ცალი მხარე მოპარსეთ ცალი მხარე მოპარსეთ მეგობრებო ხა აი ესე უკენით პროფილში დატოვეთ მარტო ცალ მხარეს საცოდავი მისი დღე მეგობრებო თუ ვინმე მაგიას უკეთებთ მეგობრებო თუ კი ვინმე ჩემო ძვირფასებო ამ ადამიანს თავის საქციელის გამო სამაგიეროს უხდით მაგიებით ბევრ თქვენთაგანს გამოგივიდათ კი იცით რატო გამოგივიდათ დარჩა გამოგდებული საცოდავი მეგობრებო დარჩა გამოგდებული ნახეთ არც სახლი აქვს არც კარი აქვს არაფერი არ აქვს ან უკვე დარჩა გამოგდებული ან ძალიან მალე იქნება მეგობრებო ეს ამის გარანტიას მეკაძლევთ ვინც გაუკეთეთ ეს გამოგივიდათ მეგობრებო ყოჩახ თქვენ გამოგივიდათ კი აი ზუსტად გამოგივიდათ თუნდაც სამაგიეროს გადახდის მიზნით გამოგივიდათ მეგობრებო თუმცა ყველა არა აი მე მაგალითად არა აი გეფიცებით ადამიანობას მაგრამ ვინც გააკეთეთ გამოგივიდათ მეგობრებო კი იმიტომ რომ ცარიელ-ტარიელაა დარჩენილი საცოდავი მისი დღე ხო აი ასეთ დღეშია ეს უბედური ზოგადად ამ დასტიდან 7 კარტის მეც არ ვიღებ მაგრამ დღეს ალბათ უნდა ამომეღო 8 იმიტომ რომ ეს უნდა გამოგვეკვულია ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვეკვლია მეგობრებო სხვანაირად არ შეიძლებოდა კი ხო, ეხლა აქ რატომღაც მეორე ამომიტივტივდა ჩემო ძვირფასებო. მამაკაცებო, ეხლა თქვენზე მინდა ვთქვა. თქვენზე უფრო სხვანაირად ვიტყვი ახლა. თუ კი თქვენმა ქალბატონმა რაიმე გაგიკეთათ და თქვენ თუ კი რაიმე პრობლემები შეგექმნათ ოჯახში ჩემო ძვირფასებო, მამაკაცებო, იცოდეთ რომ ამიდან გაქვთ ეს პრობლემა. მაპატიეთ, მომიტევეთ, მაგრამ ასეა. აი ასეა. კი, რა ვქნა? სიმართლეს გაუმარჯოს ღმერთმა. ასეა. თქვენ უბრალოდ იგრძნობთ ამ ყველაფერს. რაღაც ისე თუ ვერ მიდის, მამაკაცებო, ჩემო მეგობრებო, თუ კი თქვენ ცხოვრებაში რაიმე ისე ვერ მიდის და თქვენ ფიქრობთ, აქამდე სულ სხვანაირად იყო და ეხლა რატომ ხდება ასე, იცოდეთ რომ იმიტომ ხდება ასე, რომ არის ნეგატივი თქვენ ცხოვრებაში. რა შვაშია ახლოს? ახლოს მოსვლა არცაა საჭირო მორიელი. ახლოს მოსვლა არაა საჭირო, ჩემო კარგო. ეს სურათებიდანაც კეთდება. ასე რომ ამისთვის ადამიანთან ახლოს მისვლა არაა საჭირო. მაგი შენ მაგაში არ იყო დარწმუნებული.
შენ მაგაში დარწმუნებული არ იყო. ხა, ასე რომ ასეა კი, მეგობრებო, სამწუხაროდ, მაგრამ ასეა. ხა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი ლაივი იყო ესეთი. მოდი ახლა მაინც ვოსკზე გადავხედოთ. 1 წუთით, მეგობრებო, 1 წუთით ახლა ჩვენ ვოსკზე გადავხედოთ ამ ყველაფერს. გეგმაში არ მქონდა ვოსკი დღეს, მაგრამ მოდი მაინც გავაკეთოთ. მაინც გავაკეთოთ, მეგობრებო, კი. ხო, მორიელი, ზუსტად მაგი. რო იყოს მარტო ადამიანი, რო არავის არ შეხვდეს, რო არავინ არ ნახოს, რო არავინ არ შეუყვარდეს და რო იყო 24 შვიდზე მიჯაჭვული იმ ადამიანთან. აი ამიტომ. არ გაგიკვირდეს, აი ამიტომ. ხო. რა პრობლემაა? და რატო გიკვირს? 24 შვიდზე მეძე თუ ვერაფერზე ვერ ფიქრობ და შენ პარტნიორზე ფიქრობ, მორიელი და სხვისი გაცნობის ინტერესიც არ გაქვს. მანდ ვართ ზუსტად. ეხლა ჩემო მეგობრებო, მანდ ვართ ზუსტად მორიელი. ავანთო, ყვითელი სანთელი, რომ წითელი უნდა ჩავაქრო, მეგობრებო. და ჩამიქრო. ხედავთ, როგორ არ უნდა ანთება? ჩავაქრე და იმედია აღარ ჩამიქრება, მეგობრებო, ასე რომ ნახოთ აბა დღევანდელი ვოსკი, რას გვეტყვის, მეგობრებო. აბა ვნახოთ თქვენი ნეგატივი, თქვენი აურა როგორია, აი თქვენი ცხოვრებისეული აურა როგორია, მეგობრებო. ნახოთ აბა. დაველოდოთ ამის გაშრობას, გაცივებას უფრო სწორად. და აბა კურდღელს რამდენი ხედავთ? კურდღელს, მეგობრებო, აბა თუ ხედავთ კურდღელს. ხედავთ კურდღელის ფორმას? ხედავთ, მეგობრებო, კურდღელს აქ? ხო, აი ამ წუთას კურდღელს გავს კი. დამჯდარი და თითქოს რაღაცას აცმაცუნებს, ხო? კურდღელი. ძალიან დიდი ყურები აქვს. ძალიან დიდი შიში, თითქოს კურდღელი მოშიშარია კი. რაღაცის შიში გაქვთ, მეგობრებო, რისი გეშინიათ არ ვიცი, მაგრამ თითქოს შიში გაქვთ კი. აი ზუსტად კურდღელი დედას გეფიცები. აი მეგობრებო, ნახეთ. აბა თუ არ არის კურდღელი, ნახეთ უბრალოდ. გამარჯობა მორიელი, მანდ ვართ. მაგი ვთქვი წეღან ზუსტად. ჩემო ძვირფასებო, ესე ცოტას შევაცივებ. ესე ცოტას შევაგრილებ. ოხ, მეგობრებო. ერთი წუთით, მეგობრებო, სპირტი უნდა მოვიტანო. ხელს არ ვკიდებ ესე, ერთი წუთით, მეგობრებო.
აი ასე. ოხ, მეგობრებო, რა გიყოთ. აი, ნახოთ ახლა მეგობრებო, რა ხდება აქ. ერთი წუთით. აბა, აქ რა ხდება ახლა მეგობრებო, შეხედეთ. ხო, ნუ კურდღლის ფორმა რო აქვს, მიხვდით, ხო? ეს ყველაფერი არის კურდღელი და თითქოს რაღაცი შიში გაქვთ. ყველაფერი შეიძლება იყოს აქ შიშის მიმართულებით კი. არ ვიცი რა, მაგრამ ყველაფერი კურდღელი ზოგადად ძალიან ისეთი მოშიშარი ცხოველია. ძალიან შეშინებული ხართ, ხო? ეხლა ნახეთ აქ რა ხდება მეგობრებო. ოხ, ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით. აქ რა ხდება? არ ვიცი ხა ამას თუ დააკვირდებით. რა ცუდია რომ ეკრანი არის პატარა. აქ მეგობრებო, აქ არის ესეთი სურათი. აგერ ორი ადამიანი, ორი თავი ერთად, მეგობრებო. ორი თავი ერთად, თავი თავზე მიდებული ადამიანები არიან ზიან და თითქოს რაღაცას მაგიდასთან საუბრობენ. ხო, აგერ კიდევ ნახეთ ქვემოდან რა ხდება. ქვემოდან რა ხდება მეგობრებო. თუ კი ვინმე რაიმე ფორმას დაინახავთ, აუცილებლად მითხარით ჩემო ძვირფასებო. არ მოგერიდოთ. აქ ნახეთ ახლა რა ხდება. აგერ კიდევ ერთი ადამიანი ზის, მოწყენილი თავისთვის, თავჩაღუნული მეგობრებო. რაღაცას განიცდის, რაღაცას ნერვიულობს, თითქოს რაღაცას ნანობს. აი ესეთი ადამიანი, ეხლა ეს მე ვერ ვიტყვი რომ ვინა, მაგრამ თუ კი თქვენ ხართ, ეხლა ხო, არ ვიცი მეგობრებო. კიდევ აქ რა ხდება? უბრალოდ ნეგატივი მინდა გავატანო ამ ყველაფერს მეგობრებო. აქ ნამდვილად არის ნეგატივი, ეხლა ამას თუ დააკვირდებით, ჩემო ძვირფასებო. აგერ ამას თუ დააკვირდებით, აი ამას, აქ არის, იცით რა? ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს. და სახე არ უჩანა მეგობრებო. ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს და სახე არ უჩანა ამას. მინდა რომ თქვენი ცუდი ნეგატივი ყველაფერი ამ სანთელმა წაიღოს მეგობრებო. ძალიან მინდა. ძალიან დიდი ტვირთი გადევთ ცხოვრებაში. არ ვიცი ვის რა, მაგრამ ძალიან დიდი ტვირთი გადევთ. ამ ტვირთს მეგობრებო დაატარებთ და უკვე მოღუნულები ხართ, ისე ხართ მეგობრებო, რომ უკვე ძალა აღარ გააქვთ. ძალიან დაიღალეთ. კი, რაღაცი შიში გაქვთ აშკარად. ძალიან ნერვიულობთ რაღაცას მეგობრებო. კი არ ნერვიულობთ, შიშობთ რაღაცას შიშობთ. თუ რაიმე ისე ვერ წავა, ალბათ ამას ნერვიულობთ და შიშობთ. ნახეთ პროსტა კურდღელი. კი და ამის უკან იმალება აი ეს ყველაფერი.
აქედან თუ შეხედავთ მეგობრებო, ხო? უყურეთ, ეს ხართ თქვენ და უკვე ბევრ თქვენთაგან შეიძლება თავის ტკივილებიც გქონდეს უკვე ამდენი ფიქრიდან. აი, თავი გაქვთ უკვე ძალიან დიდი გამხდარი, უკვე იმდენს ნერვიულობთ და ფიქრობთ. ძალიან ბევრს ფიქრობთ მეგობრებო, ძალიან ბევრს, ფაქტურად სულ ფიქრის რეჟიმში ხართ. ამ ყველაფრიდან შეიძლება თავის ტკივილებიც გქონდეთ. კი. კუსთავი. ხელა ტვირთს ეზიდებით პროსტა, აი რა ვთქვა, არ ვიცი. აი ეს კუ, თავისი თავი და ტანი და რამ ხელა ტვირთს ეზიდებით მეგობრებო. ძალიან დიდ ტვირთს ეზიდებით ცხოვრებისეულად. ახლო მომავალში ვხედავ ორი ადამიანის შეხვედრას. არ ვიცი ვისთან მოგიწევთ, მაგრამ ვხედავ შეხვედრას. აი ამ რაღაცაში ვხედავ ადამიანების, აი რო ვიღაცას ჩაეხუტებით მონატრებულს, რო შეხვდებით ვიღაცაზე, რო გადაეხვევით. აი ისეთი სურათია მეგობრებო. აი ძალიან ცუდია, რომ ეკრანი არის პატარა, როგორ დაგანახოთ მეგობრებო. აი ამაზე ვამბობ. აი ამაზე და ამაზე ვამბობ. აი მეგობრებო. ხო. აგი და აგი. აი ესენი ორი ადამიანი ისე არიან ჩახუტებული ერთმანეთზე, რომ თითქოს დიდი ხნის უნახავები. რაღაც შეხვედრა შედგება თქვენი მეგობრებო, არ ვიცი ვის რა გსურთ, მაგრამ რაღაც შეხვედრა შედგება. კი, ამდენი მთელი ტანჯვის და ნერვიულობის შემდეგ, თუ კი ამის შიში გქონდათ, ამ კურდღელიდან გამომდინარე, კი, შეიძლება ეს მოხდეს. თუ კი ამის შიში გაქვთ შეხვედრის, რომ ან ვერ შეხვდებით, ან ნეტავ როდის შეხვდები, ხო ხა აქ დროს ვერ ვიტყვი, მაგრამ შეხვედრა ჩანს, კი. პატარ-პატარა ამბებიც გაქვთ მეგობრებო, რაღაც პატარ-პატარა ამბებს გაიგებთ შიგა და შიგ. მოკლედ ესეთი არის ვოსკი მეგობრებო, მე ამ ყველაფერს გავატან წყალს. ამ სანთელსაც თავის ადგილს მიუჩენ მეგობრებო, ასე რომ ამ საღამოს ჩავტოვებ ამ სპირტში, ამ სანთელს და ხვალდილით აუცილებლად გადავაგდებ ჩემო მეგობრებო, ასე რომ შვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, არაფერზე არ ინერვიულოთ. მართლაც ამ სანთელმა წაიღოს ჩვენი ყველაფერი ცუდი და ხვალინდელი დღე ყოფილიყოს იმედიანი, იმედის მომცემი. ყოველი დღე, განა მარტო ხვალინდელი, ყოველი დღე მეგობრებო, ასე რომ შვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დღის გათენება. ხვალურ შაბათია და კვირის პირველი დღეა და უფალს ვთხოვ, რომ ყველაფერი კარგად დაიწყოს და წავიდეს, ასე რომ ვიდეოს ავტვირთავ YouTube გვერდზე და გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და აბა ხვალამდე დროებით.